ეს დავაგემოვნებთ საზამთროს ყველაზე უცნაურად. საზამთრო სტეიკი, ანუ შემწვარი საზამთრო. საზამთრო ყველთან, საზამთრო პურთან და საზამთრო ხაჭაპურთან. თქვენ დაწერეთ რომელთან ჭამთ, რომელი უფრო მოგწონთ. და მაგრამ აუცილებლად გამოვიწერეთ პლუს მეჭირი, არ დაგეზაროს, აუცილებლად პლუს მეჭირი. ავიწყოთ პურით. სტანდარტულად საზამთრო პური? არასდროს არ მაქვს გასინჯული. აღიარე რომ მაგარია. ცუდია. რა არის გოგო, ცუდი. საზამთრო და პური არის სასწაული. არა. უგემურები ხართ მეთქი, ვერ კეთხით, მაგრამ არ მომწონს. კაი, მე მომეწონა, ქრისტეს არ მოეწონა. შემდეგი. ნახეთ რანაირი ხაჭაპურია. კალფურში ვიყიდეთ. ხალია. ვა, მუღამია. რა მაგარია? და ინახ შეხედე. ამასაც გირჩევ, ძალიან მაგარია. შემდეგი. ყველი. სკაპ. ესეც რა კაია, ბიჭო. ესე უფრო ჯობია. აი, უბრალოდ ყველი და საზამთრო ჯობია. საზამთროს არჩევა იცით ისე? ვინც საზამთროს არჩევა, არ იცით რა? ხო არის ყუნწი. და არის კიდე უკანა მხარეს პროჭი. ხო და იქ პროჭი ნაკონეს დიდი. რას რო დიდი პროჭი აქვს, მით რომ ციფე არის. ეგ არის საზამთროს კანონი. ზოგადად ცუდა ჯღერდეს ეგრეა. სანამ სტეიქზე გადავოთ, ყველამ უნდა იცოდეთ, რომ ნოვატორი, ხო ეს ნოვატორში დაიწყო ხალხო მიღება. მიდით იქ დიზაინის გასწავლიან, დიზაინის გასწავლიან, რას გასწავლიან? დიზაინი, პროგრამირება, მარკეტინგი, რა ვიცით, მაო. რაც გინდა ყველაფერს გასწავლიან. შო, გრანდიოზულად გავსინჯოთ საზამთრო სტეიკი, ჯერ დავჭერათ როგორია, არ გაინტერესებს? ხეთ ისე მაგარი ლამაზი კი არის. რა? რა. ძალიან მაგარია, გოგო. გადაო. აუ, რა გემრიელია. მენა ნაკვერჩხალი და რაღაცა მოდის რა. არ მოვეღა. ცუდია. საზამთროს შევიწვალ ხოლმე და შევიჭამაწი. მაინც საბოლოოდ რომ ვთქვა, საზამთრო და ჭამო უარაფროდ.